ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 23 საათზე დაიწყება. ლიტურგიის მიმდინარეობისას გავრცელდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. აღდგომის დადგომასთან ერთად მორწმუნეების 47-დღიანი მარხვაც დასრულდება. დღესვე სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ წმინდა ცეცხლს, რომელიც მოგვიანებით მთელს ქვეყანაში გავრცელდება. ნატა ტაბიძეს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან. ნატა, გისმენთ. 15 საათსა და 36 წუთზე იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში უკვე იზეიმა მრევლმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა. ამის შემდეგ მართლმადიდებელი ქრისტიანები უკვე ერთმანეთს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ულოცავთ. ჩვენ ახლა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ვიმყოფებით, სადაც საზეიმო წირვა დაიწყება 23 საათზე. ასევე დღეს ლიტურგიის პროცესში გაავრცელდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც როგორც წესი სულიერი და საზოგადოებრივი შინაარსის გზავნილია, უწმინდესი და უნეტარესი ტრადიციულად საუბრობს საქართველოში და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებსა და გამოწვევებზე. ასევე დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან გავრცელდება წმინდა ცეცხლი, რომელიც ჩამოვა საქართველოს ტერიტორიაზე ჯორჯიან ეირვეისის ჩარტერული რეისით ზუსტად 23 საათსა და 40 წუთზე დაეშვება. მრევლს საშუალება ექნება სურვილის შემთხვევაში ცეცხლს აეროპორტში დახვდეს, შემდგომ უკვე სამების საკათედრო ტაძარში და აქედან უკვე ცეცხლი მთელ საქართველოს მოედება. ეს მოხდება 23 საათსა და 40 წუთზე. მაცხოვრმა თავი დადო ჩვენთვის და ჩვენ შენდობა მაინც შევძლოთ, რომ ადამიანებს ვაპატიოთნა. გულით პატიება. თუ გვინდა რომ სიხარული იყოს შესაბამისად აღდგომას. რაც მეტი არის ეს პატიება, პირადად მე გამოცდილი მაქვს. იმდენი არის მეტი სიხარული. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს დიდი შაბათის დღესასწაულს და ასევე მომავალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის, რომელიც არის ყოველი ქრისტიანის და ყოველი ადამიანის სიხარული ამ სამყაროში. საეკლესიო სწავლები დიდი შაბათი არის დღე, როცა მაცხვარი სხეულებრივად საფლავში იმყოფება, მაგრამ სულით ის ჩადის ჯოჯოხეთში, საიდანაც მას მართალთა სულები ამოყავს და ახარებს თავის, ასე ვთქვათ, ადამიანთა გამოხსნის საიდუმლოს. ამიტომ დიდი შაბათს, როგორც წესი, მსახურება იწყება დილის 6 საათზე. ეს არის სისხლის მსახურება, რომელსაც ეკითხება საგანგებო საგალობლები, რომელსაც მაცხოვრის წესის აგებას უწოდებთ ლიტურგიკულ ენაზე. შაბათს საღამოს 11 საათზე მორწმუნე საზოგადოება ვიკრიბებით ტაძარში, რის დროსაც საკათედრო ტაძარში ტრადიციულად იკითხება პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე და ეპისტოლის საკითხის შემდეგ გაიმართება უკვე ლიტანიობა და სააღდგომო ღვთისმსახურების საზეიმო წირვა. შესრულდა მსახურება, დილით ადრე იწყება ყველა ტაძარში ამ დღეს მსახურება და სამების საკათედრო ტაძარში დილის 6 საათიდან იყო წმინდა გარდამოხსნასთან წესის აგება, იყო ლიტანიობა, ბასილი დიდის წირვა, ეზიარა მრევლი და შემოდის ერთგვარი სიხარული და მოლოდინი ბრწყინვალე აღდგომისა. საღამოს 11 საათზე ველოდებით სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მოვისმენთ სააღდგომო ეპისტოლეს და იქნება საზეიმო წირვა. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს და მაყურებელს შევახსენებ, რომ 23 საათზე დაიწყება სააღდგომო ლიტურგია, რომელიც პირდაპირ ეთერში პირველი არხის ეთერში გადაიცემა. სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში ნატა ტაბიძე საუბრობდა.